დავით ნარმანია მინისტრის თანამდებობა დღეს უკვე ოფიციალურად დატოვა, მან ცოტა ხნის წინ სამუშაო კაბინეტიც დაცალა. ოფიციალურად გამოვაცხადეთ და დავიწყებ აქტიურ მუშაობას და ზრუნვას დედაქალაქზე, მისი ინფრასტრუქტურის ყოფითი საკითხების და დაგროვებული ძალიან ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად და მოსაწესრიგებლად. ნათია გოგსაძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. ნათია, გისმენთ. დავით ნარმანიას ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა თავის თანამშრომლებს იმ სტრუქტურას, სადაც მან დაახლოებით 2 წელი გაატარა. ვინაიდან ეს იყო მისი ბოლო სამუშაო დღე, ამიტომ ის შევიდა თავის პირად კაბინეტში და ჩაალაგა პირადი ნივთები. გარდა ამისა, რამდენიმე აქსესუარი და დოკუმენტაცია დაუტოვა მომავალ მინისტრსაც. ნარმანიამ წაიღო წიგნები, 5 და ის დოკუმენტები, რომელიც მას მერობის დროსაც გამოადგება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თავარი ატრიბუტი ეს არის, რაც ასე ვთქვათ, თქვენ ბევრჯერ გინახიათ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებდით. მე ეს დედაქალაქში დამჭირდება, ამიტომ ამ ნივთს ვერ დავტოვებ და მიმაქვს დედაქალაქის მერიაში. ამ სამინისტროსაც ჭირდება და დედაქალაქსაც ჭირდება. აქ არის წარმოდგენილი 3 ერთეული, თუმცა ამ 3 ერთეულიდან მე 2-ს ამ სამინისტროში დავტოვებ და 1-ს წავიღებ დედაქალაქის მერიაში. ეს არის მოხდიანი ციგნების აქცია. დღეს დედაენის დღეა. ძალიან სიმბოლურია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დედაენის დღეს მე დავტოვებ ამ ციგნებს დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, სადაც დაინტერესებული ადამიანები იპოვიან ამას. მე ვიტყოდი 3 მთავარ მიღწევას. ეს არის პირველი წყალმომარაგების უპრეცედენტო სამუშაოები მუნიციპალიტეტებში, რომელიც გრძელდება. ვიტყოდი ჩხაროსტული ავტომაგისტრალი მშენებლობასთან დაკავშირებულ ტემპებს და ჩვენ 3 მიმდინარე პროექტი გადმოვიბარეთ და წელს სამშენებლო სამუშაოები 4 სხვადასხვა მონაკვეთზე ემატება და ტემპი ორმაგდება მშენებლობისა. მე ვიტყოდი ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გზას, კობი-გუდაურის გზას, რომელიც ბოლოს 1991 წელს იყო გაკეთებული და ჩვენ მოვახერხეთ და ფუნდამენტურად გავაკეთეთ თავის გვირაბებთან ერთად და მე ვიტყოდი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ გაცილებით უფრო დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ადგილობრივ დემოკრატიასთან მჭიდროდ დაკავშირებულია და აქედან გამომდინარე არსებობს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, და ესეც უნდა იყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. დავით ნარმანია დღეიდან უკვე ოფიციალურად ხდება კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი. მერობისთვის ის უკვე იბრძოლებს საარჩევნო შტაბიდან, რომელიც ქართული ოცნების ოფისში განთავსდება. მადლობ ნათია გოგსაძე იყო. რეგიონული განვითარების მინისტრობის ახალ კანდიდატზე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც ილაპარაკეს. მინისტრებმა დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივად